მივედით ბუნებრივად Google-ის ორგანიზაციულ კულტურამდე, მართვის ფორმებზე, შენახსენე, რომ Google-ი გაძლევთ საშუალებას, რომ განვითარდეთ პროფესიულად და სადღაც უფრო წინ წახვიდეთ, ზემოთ აიწიოთ და აი ეს საფეხურები რო გაგვიზიაროთ, ამო, აი მოკლედ რომ გითხრა, რა ხდება Google-ში, მინიმუმ როგორი სამუშაო გარემოა, ყველა დეტალი რის გაზიარებაც შეგიძლია, იმიტომ რომ ვფიქრობ დაგვაინტერესებს ძალიან ბევრი რამ. რაღაც მარტივიდან დაწყებული, მერე ავიდეთ უკვე მართვის მექანიზმებზე, განვითარებაზე და ასე შემდეგ. მოდი მაშინ იმით დავიწყებ, თუ Google-ში ყოველდღიური ურთიერთობები როგორ ხდება. Google არის ძალიან, ასე ვთქვათ, მეგობრული გარემო, თანამშრომლებიც არიან ძალიან მეგობრულები, მხარს გიჭერენ, ნებისმიერი კითხვა თუ გაქვს, შეგიძლია კითხო, ყველა დაგეხმარება, იგივენაირად სხვაც რომ გეკითხება რაღაც კითხვას, ცდილობ, რომ შენი გამოცდილება გაუზიარო. ძალიან დამხმარე კულტურაა, თანამშრომლობითი კულტურა თანამშრომლები ძალიან ეხმარებიან ერთმანეთს, რაც გეხმარება ჩვენს, რომ უფრო სწრაფად გაიგო ინფორმაცია, უფრო სწრაფად შეძლო რაღაცების გაკეთება და არ ხარ ინფორმაციულ ვაკუუმში, რომელიც არის რაღაც კომპანიის კულტურები, სხვა კომპანიის კულტურებში, როდესაც ხდება ეს ინფორმაციული ვაკუუმი. იქაც ალბათ შეიძლება რაღაც პროგრესის მიღწევა, მაგრამ ალბათ რთულად, ხო, ეს გამოცდილება არ მქონია, მაგრამ აი Google-ის გამოცდილებიდან ვიცი, რომ ეს ინფორმაციული გაზიარება არის ძალიან პროდუქტიული. თვითონ ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად და ასევე პერსონალური მიზნების ან კარიერული მიზნების მისაღწევად. ამასთან ერთად Google-ში არის ძალიან პოზიტიური და მოტივირებული გარემო. ძალიან თანამშრომლებიც ძალიან გვერდში გიდგანან, ასევე კომპანიაც გეხმარება, რომ დააბალანსო work-life balance, სამსახურის და პერსონალური და სამსახურის კარიერული პრიორიტეტები. ბოდიშით ამო დეტალურად რო ვთქვათ უფრო მარტივი ენითაც რომ იყოს, აი როგორ გეხმარებიან, აი რაში გამოიხატება ეს, რომ აბალანსებთ სამსახურის და ცხოვრების ცხოვრებას ერთმანეთისგან, რაც work-life balance-ის ტერმინით არის ცნობილი. მაგალითად ის, რომ როდესაც თანამშრომლებს ბავშვები ყავს და სკოლაში უნდა მიიყვანონ ან სკოლიდან წამოიყვანონ, თავის კალენდარში აქვთ დაბლოკილი, ასე ვთქვათ, დრო, როდესაც თავის ოჯახურ მოვალეობას ასრულებენ და ბავშვები მიყავთ, მოყავთ. ან ასევე თუ კომპანია ასევე ძალიან უჭერს მხარს იმას, რომ აიღო შვებულება. მენეჯერებიც ძალიან გეხმარებიან და გეუბნებიან აიღო შვებულება დაისვენო. კიდევ გვაქვს რამოდენიმე დღეები, რომელიც კომპანია აკეთებს, როდესაც უბრალოდ დასვენების დღეა კომპანიის შიგნით. არის wellness days, როდესაც საკუთარ თავზე ან რაღაც პრიორიტეტებზე მუშაობისთვის გამოყოფილი დღე არის, როდესაც არ ხარ ძალიან დაკავებული მიტინგებზე, ანუ შეხვედრებზე. და რას აკეთებთ ამ დროს? სად აკეთებთ? ანუ ზოგი შეიძლება სახლიდანაც მუშაობდეს, ეს ზოგადად სახლიდან მუშაობაც შეგვიძლია, ანუ დაბალანსებულად სამსახურიდანაც და ოფისიდანაც და სახლიდანაც. ძირითადად თუ შეგიძლიათ შენი სამუშაო გააკეთო ნებისმიერი ადგილიდან, ანუ არ არის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, როგორც ინჟინერს მიწევს ოფისში მისვლა და ლაბორატორიაში მუშაობას, რომ ჩემი მთლად remote ჯობი, დისტანციური სამუშაო არ არის.
მაგრამ არის დისტანციური სამუშაოები, რომლებსაც სხვა თანამშრომლები მაგალითად სხვა ადგილებიდან გვერდდებიან და არ არიან ოფისში. ესეც გეხმარება ბალანსირება გაუკეთო საკუთარი საიდან გირჩევნია მუშაობა, ბევრს ურჩევნია მაგალითად სახლიდან მუშაობა, უფრო პროდუქტიულია, როდესაც ხმაური ოფისში, ოფისი მაინც ცოტათი ხმაურიანია და ის რო არ გაწუხებს. მე პირიქით ოფისში უფრო მიყვარს მუშაობა, ასე რომ მობილიზებული გარემო არის ალბათ უფრო და კი რაღაც ალბათ შენს საქმესაც უფრო ის გარემო სჭირდება ალბათ ხო კიდევ ერთი განსხვავება რაც არის კიდევ ერთი რის გამოც მირჩევნია ხოლმე ოფისში მუშაობა ის არის რომ ეს მეხმარება ჩემი პერსონალური და სამსახურის გამიჯვნაში ობრების გამიჯვნაში კი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ანუ შერევა ძალიან არაკომფორტულია ხოლმე ასე რომ სამსახურში მივდივარ სამუშაოდ სახლში მოვდივარ დასასვენებლად და ოჯახური საქმეებისთვის და ეს ანუ ეს Google-იც ამაში მხარს გვიჭერს, რომ როდესაც სახლში მიდიხარ, არ არის expectation. მოლოდინი? არ არის მოლოდინი, რომ უნდა რაღაც email-ს უპასუხო და სამსახური რჩება სამსახურში. როდესაც გამოდიხარ, კარს მოიხურავ, იქ რჩება საქმე. და თუ საჭიროება, აი რაღაც ესეთი მაგალითები არ ყოფილა, რომ პროექტზე მუშაობ მაგალითად და ალბათ ყოველთვის ვერ ხდება ასე. შეიძლება ორგანიზაცია ამას კარგად აბალანსებდეს და ხელს უწყობდეს, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც საჭიროებაა და რაღაც პროექტზე მუშაობთ შეიძლება იქ რაღაცა გამოყვეს თუნდაც. კი, ანუ შეიძლება სამსახურშიც თუ ძალიან კრიტიკული თემა ხდება ხანდახან გვიწევს ხოლმე უფრო გვიანობამდე მუშაობა რომელიც შემიძლია ან ოფისიდან მიმუშაო ან შეიძლება სახლში მოვიდე სახლიდან მიმუშაო მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება იქაც რაღაც flexibility გაქვს მაგრამ რა თქმა უნდა როდესაც ამდენს კომპანია გიკეთებს შენს გინდა რომ give back კი რაღაც გუნდურობის ნაწილიც რაღაც ორგანიზაციის ნაწილიც რომ ხდები და გუნდის წევრად აღიქვამ თავს მე ალბათ არა მოვალეობის გამო მოაკეთებ არამედ იმიტომ რომ რაღაც საქმე სჭირდება და შენც ოღონდ ამ საქმეში სასიამოვნოდ კომფორტულად გრძნობ თავს და არა ვალდებულად. ალბათ ეს იგულისხმე. კი, ვალდებულად ნამდვილად არ ვთვლი, როდესაც მიწევს გვიანობამდე მუშაობა. ეს სამუშაოც ძალიან საინტერესოა, ასე რომ ხანდახან თუ შევყევი ხოლმე არა უშავს, იმიტომ რომ ეს შემდეგ დაბალანსდება, როგორც ახსენე, რაღაც wellness-ის დღე შეიძლება განტვირთვის დღე მოაწყოს ორგანიზაციამ და შემთხვევით თვითონ შენობაშიც ხო არ არის მსგავსი სივრცეები მოწყობილი. Google-ის ოფისებს აქვს სხვადასხვა wellness ცენტრები, მასაჟის ცენტრიც არის, ასე ვთქვათ, სადაც იქვე შენობაში, იქვე სხვადასხვა gym კლასებია, იოგა, რაღაც fitness კლასები შეგიძლია აიღო, gym-ში ჩვენ თვითონ შეგიძლია რომ personal trainer-ი გყავდეს და ეს ყველაფერი არის მოწოდებული Google-ისგან, რომ ეს ყველაფერი გეხმარება უფრო პროდუქტიული იყოს სამსახურში. რაც უფრო დასვენებული ხარ, რაც უფრო განტვირთული ხარ, ვარჯიშიც, კარგი კვება გეხმარება, რომ უფრო კარგი კონცენტრაცია გქონდეს, უფრო ენერგიული და ჯანსაღი იყო. ასე რომ Google იმაზეც ზრუნავს, რომ ეს ყველაფერი ეს გარემო შეუქმნას თანამშრომლებს, რომ გაზარდონ მათი პროდუქტიულობა. რაც სხვათა შორის ძალიან კარგად, ანუ ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგად აღისახება ხოლმე, როგორც კი სადარბაზო დარბაზი. როგორც კი ვარჯიშიდან გამოვდივარ ხოლმე ძალიან მოტივირებული ვარ. სწრაფად რატომღაც აი სწრაფად შემიძლია ხოლმე უფრო email-ებზე ვთქვა და უპასუხო და რაღაც ცოტა ჩქარდება ხოლმე იმ პერიოდში ჩემი
response-იც და უფრო ჩემი ენერგიაც უფრო მაღალია, როდესაც რაღაც ფიზიკური დატვირთვიდან გამოდივარ ხოლმე. ფიზიკური და მენტალურიც ქონია აგერ. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ თავისუფლად, რომ Google ძალიან კარგად იყენებს ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მთავარ პრინციპებს